Spetsoperația ქვეყნის მასშტაბით და 50 დაკავებული ბრალდებულთა უმეტესობა ნარკორეალიზატორია. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. მარიამ ქართველიშვილი გიამბობდა. Spetsoperația ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით 50 დაკავებულით დასრულდა. თბილისი, კახეთი, აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, გურია. თითქმის ყველა რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმმა სპეციალური ოპერაცია ჩაატარა. დაკავებულების დიდი ნაწილი ნარკორეალიზატორია. თბილისში დაკავების ოპერაცია ვაკეში, თემქაზე, ვარკეთილში, საბურთალოზე და ფონიჭალაში ჩატარდა. დაკავებულების ნაწილი ადვოკატებს ვინაობის გამხელას უკრძალავს. მამაკაცი, რომლის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგრეთ წოდებული საკონტროლო შესყიდვის ამსახველი ვიდეო აუდიო მტკიცებულება მოიპოვა, ბრალს უარყოფს. საფუძველი რატომაც მას ედავება ბრალდების მხარე შესაძლო გასაღების ფაქტს არის ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერი. ბრალდებულის პოზიცია არის ის, რომ წაყენებულ ბრალდებაში თავს რა თქმა უნდა არ ცნობს ადნაშავედ. ბრალს არ აღიარებს ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი. გურიის სოფელ ნიგოეთში კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული შხრეკა 53 წლის მამაკაცის დაკავებით დასრულდა. ქრონიკის ინფორმაციით ამოღებულია უკანონო ნივთიერება. ეს რაღაცა უნიშნელო რაოდენობით, ცოტა რაოდენობით ნარკოტიკი პლანი უნდა. სექტომი დააკავება გამოვა. სექტომი დაკავებადი აგერ ყველა თავთავი. კახეთში საპოლიციო ღონისძიება სოფელ კაბალში გამთენიისას ჩატარდა. დაკავებულის სახლის და პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ქრონიკის ინფორმაციით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. როგორ ასახებს თახირ ხალილოვი ნარკოტიკულ საშუალებას ფულის სანაცვლოდ, ამის ამსახველი ფარული მასალა ქრონიკის ინფორმაციით საქმეში უკვე დევს. შემოვიდნენ პოლიციელებიო და წაიყვანეს. რეალიზაციას კი, თქვენო გაგაჩინიათო რაღაცა ვიდეო ჩანაწერიო. მტკიცებულება ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვაქვს ისეთი მტკიცებულობა, რომ იმენა თქვენ ჩანხართო იქო. დაკავებულებს შორის არის რუსეთის, თურქეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ქრონიკამ გაარკვია, რომ თურქეთის მოქალაქეებს პირადი ჩხრეკის შედეგად გასაყიდად გამზადებული 130-მდე ნარკოტიკი უპოვეს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ უწყებას ნარკომოვაჭრეების და დანაშაულის ხელშემწყობების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დაკავებულების ნაწილს პროკურატურის მოთხოვნით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში კონსპირაციულად მარიხუანას კულტივაციას ეწეოდა. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოვდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, ჰეროინი, მეთადონი, ალფა-პვპ, სუბოტექსი, ტრამადოლი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოვებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი მასალაც გაავრცელა. დაკავებულებმა გამომძიებლებს აჩვენეს ის ადგილები, სადაც ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით ნარკოტიკებს ყიდნენ. 50 დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.